მოგესალმებით, აჭარა Times-ი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მიკროფონთან მე ჟურნალისტი სულხან მესხიძე ვარ. ეს არის წინააღმდეგობის ერთი წელი, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია განახლდა. დღეს არის სიმბოლური დღე და სიმბოლური დატვირთვა აქვს დღევანდელ დღეს, რადგან 365 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, დედაქალაქში და საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი დააკავეს, თუმცა წინააღმდეგობის პროცესი კვლავაც გრძელდება და როგორც ხედავთ, ერთი წლის შემდეგაც ხალხი კვლავ არის ქუჩაში და ეს ადამიანები ითხოვენ ამ დროის განმავლობაში ქართული ოცნების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, ასევე პროევროპული კურსის განახლებას და ცხადია ითხოვენ სამართლიან არჩევნებს, იმ არჩევნებს, რომლის შემდგომაც თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც საპროტესტო აქციები დაიწყო ამ ქვეყანაში. თუმცა ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად ქართული ოცნება პოზიციებს მაინც ართმობს და ის აგრძელებს რეპრესიული კანონების შემოღებას, მათ შორის სხვადასხვა სადამშელო ოპერაციებს. საუბარი არის იმაზე, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის განსაკუთრებული შტურმი მიმდინარეობს მედია საშუალებებზე, ყველანაირი ფორმით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იცმოდეს თავისუფალი სიტყვა. თუმცა მიუხედავად ამისა, მედიის გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებს, რომ გააგრძელოს საზოგადოების ინფორმირება მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა. მე გეტყვით იმას, რომ პარალელურ რეჟიმში ახლა დედაქალაქშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც დაგეგმილი არის მასშტაბური შეკრება და ცხადია იქ გაკეთება პოლიტიკური განცხადებებიც და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები დღეს. დავიწყოთ უკვე დრო არის მოსაზრებების მოსმენა. ციალა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქციები. რა აჩვენა ამ ერთმა წელმა, თუ შეგიძლიათ გითხრათ და ელოდით თუ არა, რომ ერთი წლის განმავლობაში მოგიწევდათ ქუჩაში დგომა? სიმართლე თუ გინდათ, ბევრი ერთადერთი მახასიათებელი, რაც შემილია უპირობო სიმართლედ გითხრათ, არის რომ ძალიან ეკლექტური და რთული წელი იყო. როგორც აქციის მონაწილეებისთვის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის და მის მხარდამჭერებისთვის. ხან იმდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, თანაც, რა ვიცი, ერთი დინამიკიდან მეორე დინამიკაში, რომ ბევრი რამის განზოგადება ეხლა თან მით უმეტეს პროცესი მიმდინარეობს, არის ძალიან რთული. თუმცა ერთი რამ ასევე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობის დოკუმენტირება, სამართლებრივი ბაზის შექმნა მათი დანაშაულისა, იმიტომ რომ დღე არ გასულა ისე, რომ მათ არ მიეღოთ უკანონო კანონსაწინააღმდეგო, კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი სათავე დაედო 28 ნოემბერს, როდესაც ბატონმა კობახიძემ უკვე საჯაროდ ღიად განაცხადა გადაწყვეტილება ამ დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებისა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია და მიიტაცეს სახელმწიფო. იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღიურად ისინი ახორციელებენ ამ გადაწყვეტილებას სისრულეში მოყვანას, რა ვიცი, ცვლილებები შეიტანეს კანონმდებლობაში, სხვადასხვა მიმართულებით განათლებაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, მთლიანად ახდენენ ჩვენს იზოლირებას იმ სივრცისგან, რომელ სივრცეში თანაარსებობაც და ყოფნაც თუ ეს შემდეგ იყო ამ ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი თაობების მიზანი.
ამ შემთხვევაში გულისხმობ ცივილურ სამყაროსთან ჩვენი სახელმწიფოს ერის თანაარსებობას. მაქსიმალურად ახდენენ ამ ყველაფრის დოკუმენტირებას, თუ რა ტიპის დანაშაულს ჩადიან ყოველდღიურად, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ტროლბოტების, ცოცხალი ტროლბოტების, რა ვიცი, დაწერილი რაღაცა გეგმების საფუძველზე მაქსიმალურად ცადონ ბუნდოვანება შემოიტანონ რეალობაში, სამომავლო გეგმებში, იმიტომ რომ ხომ აქვთ ეგეთი მეთოდი, რომ ჯერ რაღაც ჭორებს ავრცელებენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, შემდგომ ან უარყოფენ, ან ნაწილობრივ უარყოფენ, თუმცა მომდევნო ჯერზე უკვე ცოტა ხანი გავა და ეს ჭორი, რომელსაც არადასტურებენ, შემდგომ სიმართლე ხდება ხოლმე. ანუ თან სხვადასხვა ფლანგზე იბრძვიან, შიგნითაც ახერხებენ საკუთარი, რა ვიცი, ხელქვეითების მიმართულებით ამ რეპრესიების განხორციელებას. ჩვენთან ხომ ერთი წელია ყოველდღიურად ამ პროცესს უკან არ დაუხევიათ, პირიქით ამწვავებენ და რა ვიცი, ეს რეალობა გვაქვს დღეს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ერთი, რომ ისინი ცდილობენ არამხოლოდ რეალობა არსებული და სამომავლო მიზნები განხადონ ბუნდოვანი და ამით საკუთარი თუ მეზობელი ქვეყნის ინტერესები გაატარონ, არამედ წარსულსაც ებრძვიან, იმიტომ რომ აი ნელ-ნელა ახდენენ გადახედვას წარსულის, ისტორიის, მეფეების. რა ვიცი, ერეკლე მეფე ყავთ ბოლოს მთავარ იმათ რა ქვია, გმირად ამ შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ ერეკლე მეფის ბიოგრაფია და მისი საქმიანობა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ერეკლე მეფე რომ ეხლა ამ რეალობაში ცოცხალი იყოს, ის აუცილებლად იქნებოდა ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ამ ისტორიის, იმ გადაწყვეტილების მიმღებმა და იმ შედეგის ნახვის შესაძლებლობა რა ქონოდა, რაც დადგა დარღვეული ამ ტრაქტატის შედეგად. შეუძლებელია სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო მას. შესაბამისად, არც წარსული, არც კონსტიტუცია, რომელიც ერთი წლის წინ ფაქტობრივად დახიეს, არ დგას მათ გვერდით. აუცილებლად ამ ქვეყანაში დადგება დრო, როდესაც სიმართლეს დაერქვა სიმართლე, ტყუილს ტყუილი, დამნაშავეს დამნაშავე, მართალ უდანაშაულს უდანაშაულო და ზუსტად ვიცი, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ახერხებენ ქართულ ოცნებას უთხრან, რომ ისინი არიან ბანდიტური დაჯგუფება, აუცილებლად იამაყებენ იმით, რომ სწორ აზრზე იყვნენ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო გერბზე გამოხატული დაწერილი სიტყვები ძალა ერთობაშია. არის ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი ამბავი და გასაღები იმ რთული მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს ჩვენი სახელმწიფო არის. არ გულისხმობ მხოლოდ აქციის მონაწილეებენ, პროტესტიან ის შემდეგ. ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები, მთავარი დაძლევის საშუალება არის ჩვენს გერბზე გამოსახული სიტყვები ძალა ერთობაშია, იმიტომ რომ ყველა ვინც თulis რომ ესენი არიან დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც აღარ უნდა გააგრძელოს საქმიანობა, აუცილებლად უნდა სხვადასხვა პლატფორმაზე, არ გულისხმობ მხოლოდ საპროტესტო აქციას, სხვადასხვა პლატფორმებზე უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, გვინდა თუ არა ჩვენ ამ რეალობაში ცხოვრების გაგრძელება, არა მხოლოდ ხვალ, არამედ თუ ეს იქნება ხვალ, იქნება 10 წლის შემდგომიც იგივე. ამიტომ დრო აღარ ითმეს. შესაბამისად, რა ვიცი. მადლობა. ციალა ქათამიძეს უსმენდით, როგორც ხედავთ თქვენ ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია კვლავაც გრძელდება. უკვე არის წინააღმდეგობის 1 წელი და თქვენ ხედავთ კადრში, რომ ხალხი არის კვლავ ქუჩაში. მარიკა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით წინააღმდეგობის 1 წელზე რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მოვლენები როგორ ვითარდება და როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინები არსებობს ამ შემთხვევაში და რა აჩვენა ამ 1 წელმა ამ ქვეყანაში? ხო, 1 წელია უკვე ქართველი ხალხი ქუჩაშია, ხან ძალიან ბევრი ვართ, ხან ნაკლებად, ხან ცოტა, მაგრამ 1 წელი ესე პრინციპულად ჯიუტად ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც 1 წლის წინ ივანიშვილის პირით, ასე ვთქვათ, გააჟღერა მისმა პრემიერმა და საქართველოს შეწყვიტა ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს რეალურად დაგვაყენეს სახელმწიფოებრიობის ქართული სახელმწიფოს არსებობა დააყენეს საფრთხის წინაშე.
დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დავდექეთ, იმიტომ რომ ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გარეშე ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა მეგობარი სახელმწიფოს ქვეყნის მტრად გამოცხადებით რეალურად ტოვებენ ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის წინაშე მარტო. და რუსეთის წინაშე როცა მარტო რჩებით რა მოსდის ამ ქვეყანას და რა მოგვდის ჩვენ, უკვე ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ მგონი ყველას კარგად გვასწავლა და ხო ამას არ ეგუება ქართველი ხალხი, წინააღმდეგობა არ შეწყდება, ვერ შეწყვიტა ეს წინააღმდეგობა, ვერც ამდენმა უსამართლოდ დაკავებულმა ადამიანმა, ვერც გამკაცრებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ, ხო რაღაც აბსურდია პირბადეების ტარების გამო აკავებენ ადამიანებს და ხო ჩვენ მაინც ასე ჯიუტად ვაგრძელებთ და მანამ გაგრძელდება ვიდრე ქართული ოცნება არ წავა დათმობებს. მანამ გაგრძელდება, თუ წინააღმდეგობა არ შეწყდება, რეჟიმი აუცილებლად გადადგება და დაინიშნება რეჟიმისგან თავისუფალი არჩევნები და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ამ ქვეყანას, მიტაცებულ ქვეყანას, ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ქვეყანას, რომელიც გადააყოლა საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნებას. მადლობა მარიკა, ნათია მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენც გითხარით თქვენი შეფასება რა აჩვენა ამ ერთმა წელმა და ის პოლიტიკა, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება, სადამდე შეიძლება მივიდეს? აჩვენა სიჯიუტე და აჩვენა გამბედაობა ამ ერთმა წელმა, რომ არ იღლება ქართველი ხალხი და მიუხედავად იმისა, რომ ხან რაღაცა ცოტანი არიან, ხან ბევრნი ვართ, მაინც ამბობს სათქმელს. ზუსტად ამ დროს გონი ხო ეხლა 8 საათზე გამოგვიცხადეს 1 წლის წინ, რომ ევროკავშირიდან ჩვენ შორს ხელები და უფრო დავუახლოვდით ამ ერთ წელიწადში რუსეთს და ნელ-ნელა ნაბიჯებით წინ მივდივართ იქეთ მხარეს სიახლოვისკენ, რაც რა თქმა უნდა სავალალოა და რაც რა თქმა უნდა დასრულდეს. ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. გასაგებია, მადლობა. აზა, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენც რომ გითხრათ რა აჩვენა პროტესტის ერთმა წელმა ამ წინააღმდეგობამ, ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, მცირე რაოდენობით თუნდაც მაინც ადამიანები გამოდიან ქუჩაში. როგორ შეაფასებთ ამ ერთ წელს და რა მოლოდინები არსებობს უკვე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ რეჟიმმა ამ ერთმა წელმა პრინციპში ძალიან ბევრი რამ აჩვენა. ერთი აჩვენა ის, რომ ქართული ოცნება ყველანაირ ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა და ეს წინააღმდეგობა, რომელიც 366 დღეა მიმდინარეობს, ყველანაირი რესურსით ჩაახშოს, დაასრულოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მიუხედავად ძალადობისა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მიუხედავად იმ პოლიციური რეჟიმისა, იმ დიქტატურისა, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები მედგრად, შეუპოვრად დგანან ქუჩაში და არეპუებიან ამ რეჟიმს, არეპუებიან უსამართლობას, არეპუებიან იმას, რომ თავიანთი თანამოქალაქეები უდანაშაულო ადამიანებით გაავსო ქართულმა ოცნებამ ციხეები, არეპუება იმას, რომ ადამიანები დღეს საკუთარი ლუკმაპური გამოსტაცა პირიდან და უამრავი საჯარო მოხელე დატოვა უმუშევარი, არეპუება იმას, რომ ადამიანებს დღეს არის თბილისში ისეთი ადამიანები, რომლებსაც 400,000 და 300,000 აქვს თითოეულს ჯარიმები და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ყველანაირი შემოსავლების გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შეეპუა ადამიანები და მაინც გამოდიან და არიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ. არეპუება იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ჩამოგვაშორა ჩვენ ევროპულ გზას და გვაიძულებს წავიდეთ უკან, დავიწიოთ უკან, წავიდეთ რუსეთში, დავემორჩილოთ რუსულ დაკვეთებს ამ ქვეყანაში და ქვეყანა შევიდეს უსწყლულში. არეპუება იმას, რომ ჩვენს მომავალს დაუხშეთ გზა, ჩამოვართვით განათლების სისტემა, უნადგურებთ განათლების სისტემას და აღარ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ რაღაცა სასიკეთო ამ ქვეყანაში კონდეს და მიიღოს, ხო? ასევე არ ვეპუებით იმას, რომ ყველა გზა მოვიჭრათ განვითარებისკენ. ამიტომ მგონია, რომ ქართული ოცნებამ ვერაფერი ვერ გააკეთა ამ რეჟიმის წელში გასაწყვეტად. ერთადერთი ის არის, რომ თუ ჩვენ ვერ ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს, ისევე როგორც ვხედავდით მაგალითად 1 წლის წინა წელს ქუჩებში, ეგ არ ნიშნავს არაფერს, იმიტომ რომ ადამიანებს სხვადასხვა ბრძოლის
ფორმა აქვს. ამიტომ მგონია რომ რეჟიმი აუცილებლად დაემხობა, ეს ხელისუფლება აუცილებლად გადადგება, აუცილებლად დაინიშნება ამ ქვეყანაში ახალი ხელახალი არჩევნები, სამართლიანი და დემოკრატიული, ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყანაც იქნება თავისუფალი, მედიაც იქნება თავისუფალი და აუცილებლად არასოდეს არ უნდა ჩაქრეს სინათლე ჩვენ ქვეყანაში და ყველას უფლება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ჟურნალისტების და ჩემი სოლიდარობა თქვენ და ძლიერება თქვენ. მადლობა, აზა გაბუნიას უსმენდით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. ეს არის წინააღმდეგობის ერთი წელი და მიუხედავად 365 დღის გასვლისა, უწყვეტი საპროტესტო აქციები არ წყდება ამ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს რეგიონებშიც. მოგესალმები ლარა, პირდაპირ ეთერში ვართ. რა აჩვენა ამ ერთმა წელმა ქუჩაში დგომამ? თქვენ აქტიური მონაწილე ხართ ამ საპროტესტო აქციების და რა გაქვთ სათქმელი და რა მოლოდინები არსებობს ამ ვითარებაში? სათქმელი არის ძალიან ბევრი და იმდენად ღია და იმდენად ფართო მასშტაბით, რომ არ გვეყოფა ეს ლაივ ჩართვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანს ვიტყვი, რომ ბრძოლა იმ სტადიამდე არის, როცა დიქტატურა უკვე აღარ გვიტოვებს არანაირ შანსს ან შესაძლებლობას, რომ ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში. ეს უსაფრთხო გარემო აღარ არის, ეს არის არ ვიცი, გარემო, სადაც არსებობა გვიწევს და სიცოცხლისთვის ბრძოლა გვიწევს. შესაბამისად, არ ვიცი, ალბათ მთავარი სათქმელი, რაც მინდა რომ უთხრა თქვენს მაყურებელს, არის რომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რომლებმაც თავიანთი თავისუფლება გაწირეს, თუნდაც 4 ოქტომბერს ან ამ ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველო დამდგარიყო ფეხზე და საქართველოს ჩამოეშორებინა მთავარი მტერი რუსეთი და რუსული ზეგავლენის მქონე პარტია ქართული ოცნება, რომელიც დღეს არის არალეგიტიმური ხელისუფლების მთავარი წყარო. მადლობა, ლარა ქარცივაძის პოზიციას ისმენდით, ცხადია გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც, რაც ფიქრობენ ისინი. ლუკა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით წინააღმდეგობის ერთმა წელმა ამ ქვეყანაში რა აჩვენა და რა გაქვთ თქვენ სათქმელი და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ ქვეყანაში? პირველ რიგში რაც აჩვენა ერთმა წელმა ის არის, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ეს წინააღმდეგობა იქნება მანამ სანამ არ გათავისუფლდება პოლიტპატიმრები და იმამდე იქნება საზოგადოება ქუჩაში, სანამ ამ მიზანს არ მივახცევთ და მოუწოდე მთავრობას, რომ დათანხმდეს, ჩანიშნოს არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. მადლობა, ლუკა ყურშუბაძის პოზიცია მოისმინეთ თქვენ. თემურ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი სათქმელი რა არის, რა აჩვენა პროტესტის ერთმა წელმა, წინააღმდეგობის ერთმა წელმა და რა ეტაპზე არის ახლა ქვეყანაში ეს პროცესები? ნუ და არ ვიცი ერთი წლის შემდეგ რა უნდა თქვა ადამიანმა, იმიტომ რომ ყველაფერი ითქვა, მე ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ყველაფერი ითქვა და ყველაფერი ვნახეთ, რისი თქმაც შეიძლება და რისი ნახვაც. ერთადერთი რაც მე მახარებს დღეს თუნდაც არის ის, რომ ანუ კობახიძე და კოცები რო იძახდნენ რომ რაღაცა ახალ წელზე ეგ ხალხი 2025-ის ახალ წელზე იყოს საუბარი, რო იძახდნენ რომ საცივში თავს ჩაყოფენ და აღარ ამოყოფენ და ახალ წელზე პროტესტი მოხდება. მართალია იმდენი არა, რამდენიც მე ვიშურებდი რომ იყოს, მაგრამ პროტესტი არ მოხდა და უწყვეტად გრძელდება. არსებობენ რაღაც ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გარეთ გამოდიან და არსებობენ ხალხი, რომელიც დარწმუნებული ვარ გარეთ არ გამოდიან, მაგრამ შიგნით გულში პროტესტი მაინც აქვს. ამიტომ საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ 100%, რომ ეს პროტესტი, ეს ბრაზი ოდესღაც სადღაც იფეთქებს, ოღონდ მე არ ვიცი სად და ნუ აი ეგ იქნება ჩემი აზრით რაღაცა ქოცების და რუსების დასასრული. მადლობა, თემურ გორგაძის პოზიცია მოისმინეთ თქვენ. გავაგრძელოთ კვლავ სხვების მოსმენა. გიორგი, მოგესალმებით. რა აჩვენა პროტესტის ერთმა წელმა და რა შეგიძლიათ თქვათ, იმიტომ რომ ხედავთ რომ წინააღმდეგობა არ წყდება ამ ქვეყანაში? პროტესტის ერთმა წელმა აჩვენა ის, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში ხალხი არ ეგუება უსამართლობას და სინდისის ხმა არ ნახობს, რომ
უნდა იდგეს აქ და გამოხატავდეს პროტესტს იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. ამდენი პოლიტპატიმარი, ამდენი ადამიანი უსამართლოდ დაჭერილი, დაჯარიმებული და ზოგადად მიმდინარეობს რეპრესიები ქვეყანაში და კიდევ უფრო და უფრო მძიმდება ვითარება და თან ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური პრობლემებიც, ხო, ზოგადად, იმიტომ რომ მის მიუხედავად რა ციფრებს გვიწერენ და გვეუბნებიან ნომინალურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ვითარდება, ფაქტობრივად ყველა მოქალაქე გრძნობს, რომ რეალურად უსვლით მივდივართ და არანაირი პერსპექტივა ამ ქვეყანაში დარჩენის და რაღაცა ნორმალური ბედნიერი ცხოვრების შენების ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აღარ აქვს. მაგიტომაა რომ ამდენი ადამიანი კიდევაც წავიდა ქვეყნიდან და ფაქტობრივად იცლება ქვეყანა, ხო? ხო და ზოგადად ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს და რაღაცა მიმართულება უნდა მიეცეს, რომ ერთმანეთს სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და რაღაცა ნორმალური ცხოვრება შევძლოთ ადამიანებმა. ყველა ჩვენი საქმე გვაქვს და არავის არ გვეხალისება ქუჩაში დგომა, ხო? ყველა რაღაცა დროს ვაკლებთ ოჯახებს, საქმეს, საყვარელ საქმეს და იმისთვის, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა გადავარჩინოთ და რეალურად ჯერჯერობით არავის არ ესმის ეს და იმედია რომ ეს პროტესტი თავის შედეგს გამოიღებს ძალიან მალე და საბოლოო ჯამში ქვეყანა ჩადგება სწრაფი და ნორმალური განვითარების კალაპოტში. გიორგი ფუტკარაძის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ. დავით, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. კეთილი, ახლა არ გსურთ მოსაზრების გამოთქმა. გუბა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. წინააღმდეგობის ერთმა წელმა რა აჩვენა და რა ფაზაში არის ახლა ქვეყანაში საპროტესტო ტალღა? საპროტესტო ტალღა გრძელდება იმ ფონზე, რა ფონზე ეს შემადგენლობა არის და როგორც ჩანს ამ ერთ წელმა გამოავლინა სიმტკიცე, ბრძოლის უნარიანობა და ეს ბრძოლა დასრულდება მხოლოდ გამარჯვებით. სხვა შემთხვევაში ეს ბრძოლა გაგრძელდება და ამ რეჟიმს მოუწევს წასვლა. წასვლა კარგი გაგებით სახში. და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არის მტკიცე, ურყევი და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო გაიყვანოს თავისუფლებას. კეთილი, მადლობა. გუბა ლამპარაძის მოსაზრება მოისმინეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ უпростоრად თქვენ უყურებთ პირდაპირ ეთერს ბათუმიდან, პროევროპული საპროტესტო აქციიდან, სადაც ხედავთ, რომ მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. ეს არის ადგილი, ტრადიციული ადგილი, შეკრების ადგილი, სადაც ყოველდღიურად ადამიანები მოდიან და თავიანთ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ. ისინი 365 დღე არის მას შემდეგ, რაც ისინი არიან ქუჩაში და ითხოვენ ხელახალ არჩევნებსა და ქართული ოცნების მთავრობის წასვლას. ლეილა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რა აჩვენა პროტესტის ერთმა წელმა? და ხედავთ, რომ ქართული ოცნების ლიდერების განცხადების მიუხედავად ხალხი მაინც არის წინააღმდეგობაში, ხომ? ასე გაგრძელდება ალბათ, ვინც არის ქუჩაში, მანამ ვიდრე შედეგი არ იქნება. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ქუჩაში რო ვდგავართ, უკვე ხვდებით, რომ ნელ-ნელა ჩამოიშალა სისტემა, შეიძლება გარეთიდან იმდენი არ ჩანს, მაგრამ შიგნით უარესი დღეა. ძალიან ბევრი ვინმე წავიდა ამ სისტემებიდან და მე მგონი რომ საბოლოოდ ვაფშე ჩამოიშლებიან და ჩვენ სანამ არ დავთმობთ, სანამ ეს სისტემა აქ იქნება. ასე ვიქნებით, ასე გავაგრძელებთ, ზამთარია თუ ზაფხული, ეს ჩვენ ვიბძვით ჩვენ მომავლიზა. ჩვენი წარსული გზები ჩაბარდეს უკან. იმიტომ რომ რაც გამოიარა საქართველომ, დღემდე ბრძოლაში ვართ. რაც არ უნდა ვიყოთ, ბოლომდე მივაღწევთ ამ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება დასრულებული ბოლომდე. თუ არ დასრულდება, არ იფიქროს ამ მთავრობამ, ან ივანიშვილმა, ან ყველამ, რომ ეს მისი მარჯვენა ხელი კობახიძეა. ამ კობახიძეს ნეუჟელი შვილები არ ყავს უკან. ხომ ყავს ორი ბიჭი. იმათ მომავალს რატო უბოლკავს გზას? კი დღეს შეიძლება ფული კონდეს კობახიძეს. იქნებ ხვალდაზე ჩვენზე ვარესი გახდეს. მომავალი ხომ უნდა მის შვილებს და შვილიშვილებს. ეს საქართველო მათ არ დაუარსებიან. ეს საქართველო ხალხის იყო და იქნება ბოლომდის ხალხის. იმიტომ რომ ეს თავრობა ხალხის არჩეულია და არა მათით მოსული აქა. და რატო არ გვემორჩილებიან ხალხს? ამდენი ერთი წელია ვდგავართ, რომელიმე გამევიდა და დადგა ჩვენკენ, ხალხო მაგრად იყავით. იქნება ყველაფერი კაი. მე არ მომისმენი აქ ვარ, კი იცი შენ 24-სა. იქნებ ნეუჟელი
ორად რო გაყო ეს ხალხი გახლიჩა შვაზე. იქნებ იყოს შერიგება, მომავალი რაღაცა დაგვანახოს, არაფერი არა. მარტო ბრძოლობენ ფულზე და რაღაცა უნდა რომ ფული და ფული. ლილა მორთულაძის მოსაზრებას ისმენდით. ქალბატონ ჯუნა, მოგესალმებით. მიუხედავად რთული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თქვენ მაინც 365 დღეა ხართ ქუჩაში, რთული მეტეო პირობების მიუხედავად. ბოლომდე ვიქნები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამიშავა პირადად მე ივანიშვილის მოსლა. რას ვერ ჩოდა, ვიცნობდი თუ მიცნობდა. მაგრამ ახლა რომ ერჩის ამ ახალგაზრდობას და ასე რომ გადააშტერა კი არა, უკვე გაველურა ეს პოლიცია. ეს მუნდიროსნები, ახალგაზრდა ბიჭები, როგორ ცემენ მისტოლებს, აი იმისთვის მოვალ და დადგები, სხვის შვილს დავიცავ. რას ფიქრობენ? სახელი ორნაირია, მაგათ მიწაზე, ხო რო დადიან. ჯერ უკვე გადავიფურთხებ და ვიტყვი, თუ მაგის კაცობა ქალობას ვეკი, ვინც პარლამენტში ზის და ვინც მაგენის დამხმარია. მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, თუ მაგათ ქალობა და კაცობას ასე ვიტყვი, ისე დაიფურთხება მაგათ საფლავსად. ამიტომ ჯობია გონს მოვიდეთ, აი ჩვენ ვინც ვგანვართ, ჩვენ გმირები ვართ. საქართველოს ნამდვილი შვილები, ვიცათ მიწას, ხო? აი ეს პატარა ბავშვები რო გაიზრდებიან, ჩემი შვილიშვილები, თქვენი შვილიშვილები, სხვისი შვილები, აი იგენი იტრაბახებენ. რომ ბაბუა ჩემი ან მამა ჩემი იყო გმირი, ეს საქართველოს შეგვი. რას ფიქრობენ? გონიათ ეს ფული შერჩებათ? არ შერჩებათ. არ სისხლში დასულილები არიან. დაღი დაადვენ თავის შვილებს. მომავალი წაუშალენ თავის შვილებს. ბაბუა, ტყემალი და შვილიშვილი. რატომ არ ესმიან ამფერი რამე? აი რატომ არ ესმიან ასეთი რამე? ერთ რაღაცას მოვყვები. ადამიანი ჩავარდა ორმოში და გველმა გადაარჩინა ეს ადამიანი. ამოიყვანა ორმოდან. ხო და რამოდენიმე ხანი იყო თუ როგორ იყო, აგი აღარ ვიცი. იმიტომ რომ იმ ნაწერში არ იყო ამდენი ნაჩვენები და ერთ იმ სოფელში ჩამოვიდა ცირკის მსახიობები და უნდათ გველი. ხო და ამ კაცმა ფულზე გაყიდა ეს გველი. ხო და რომ მიყავდნენ ჩაწყეული გველი იმაში კლეტკებში, ნუ რაღაც ჭურჭელში, ხო, გველმა ხო შეეძლო მოეკლა, მაგრამ შეაფურთხა სახეში და სიკვდილის ბოლომდე იმ კაცს სახე დაუმახინჯა, ჩირკების დიოდა. აი ასე დამახინჯდნენ აგენი. ერთი კიდე რაღაც არის აულში მგელს დაუშავა დიდმა გამოჩენილმა აულის პატრონმა, რომელსაც სიტყვას ვერ შეუბრუნებდა მთელი მოსახლეობა. ხო და მგელს მოპარა შვილები. და ერთი შვილი, სამი გაუყიდა, მამალი მგელი მოკლა. დედალი მგელი მისდევს, ხო და ბოლომდე მისდევს და იცის, საწაიყვანო რა წაიყვანო. სამი გაუყიდა და ამ ბაბუა სახში რომ მივიდა, ამ მგელი დააბა. და მგელი გახდა, აი ამ მგელმა აურია მთელი სოფელი, მთელი იგი წაულეკა ხალხს პირუტყვი. ხო და არაფერი და ერთი გიაქვენ, ნუ მუსულმანური მხარია, პრაზნიკი აქვენ რაღაცა დღესასწაული და მისი შვილიშვილი, ბაბუა შვილიშვილად 1 წლის გახდა და ფეხი აიდგა და ბაბუა მგელის გამოუშვა. იმასაც 1 წელი და მგელმა წაიყვანა ბაბუა შვილიშვილი კი არა, არა თავისი შვილი კი არა, გაიტაცა ბაბუა შვილიშვილი. აი რა მოუვიდა და ვერც ნახენ, ვერც ხუტარი და ვერც ცოცხალი. ასე არ მოუვიდეს მაგას, მაგრამ მე მგონი ქართველები კიდევ გულიანი ვართ და ამას არ ვიკადრებთ, რომ ეს შვილებზე გადაუღალავთ. მაგრამ ძალიან ბევრი შვილი გაამწარეთ. ძალიან ბევრი დედა გაამწარეთ. წინ გაიხედონ დაფიქრონ რასაკეთებ. გასაგებია, მადლობა. ჯუნა რუხაძის მოსაზრებას ისმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, წინააღმდეგობის ერთმა წელმა რა აჩვენა? ჩვენ ვხედავთ, რომ 365 დღეა ადამიანები არიან ქუჩაში. პროტესტი რა ფაზაში არის ახლა? ავიც სიმართლე თუ გაინტერესებს, მართლა არ ვიცი რა ფაზაში ვართ, რაღაცა გაჭედილი ვართ როსა და სივრცეში თითქოს. არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს ავიც მე მგონი უკვე 1 წელი კი არა, ავიც რამდენი წელი უნდა დაგჭირდეს, მაგრამ დიდი დროც აღარ მგონია რომ დაგჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და იმიტომ უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილია რა.
სადღაც დაახლოებით იგივე ფაზაშია ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც. და რა ვიცი, ვაბანკზე ვარ წასული ორივე მხრიდან და რა ვიცი. მე მგონი არ ყარად არც ჩვენ ვართ, არც ისინი. და რაღაცა ესე ბრძოლაში ვართ რა, შუა ბრძოლაში ვართ და რა გველოდება კაცმა არ იცის, მაგრამ მე მხოლოდ დადებითი მოლოდინები მაქვს, ვერ ვხედავ სცენარს რანაირად შეიძლება ესეთი უტუხი გაუაზრებელი და ყოველად არალეგიტიმური ხალხი, რომელიც ყველა წუთში იხვეწებიან, რომ ოღონდ ვინმე აღიაროს პრეზიდენტი, აღიარეთ რომ ყავს პრემიერი, აღიარეთ რომ აი იმ საკუთარ თავშიც არ არიან დარწმუნებული, იმდონეზე არიან შესუსტებული, რომ აი მაგის ჩვენგან აღიარებაც კი მათ აბედნიერებს და აი ამ ხალხის ბოლო როგორ შეიძლება გამარჯვებით დასრულდეს, რა ვიცი, ვერ ვხედავ ასეთ სცენარს. ამიტომ ავი ასე ვაგრძელებთ. კონკრეტულ დღეებში ცოტა უფრო მეტი ვიკრიბებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხში პროტესტი არ გამქრალა, ხალხში პროტესტი ისევ არის და ელოდებიან რაღაცა იმ კონკრეტულ მომენტს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა შედგეს და ჯერჯერობით მაქამდე ვერ მივედით. ეგ ფაქტია, მაგრამ ხალხში რომ პროტესტი არის, ესეთ დღეებში ყოველთვის გიცდება და უკეთეს მოლოდინში ვარ. დარწმუნებული ვარ სიმართლე თუ გაინტერესებთ ამ ბრძოლის გამარჯვებით დასრულებაში. მადლობა, გიორგი გაბაიძის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის წინააღმდეგობის 1 წელი და ამ დროის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში დედაქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და მიუხედავად ასეთი მასშტაბური წინააღმდეგობისა, ქართული ოცნების რეპრესიები დღითიდღე უფრო მძაფრდება. საუბარი არის იმაზე, რომ ყოველდღიურად ათეულობით ადამიანს აკავებენ და საერთოდ ჯამში 150-ზე მეტი ადამიანი არის დაპატიმრებული სხვადასხვა კვალიფიკაციით, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, ასევე ადმინისტრაციული წესითაც, მათ შორის დაკავებული არის და სასჯელს იხდის უკანონოდ მედია მენეჯერი ზია ამაღლობელი და ამის მიუხედავად, როგორც ხედავთ, ჩვენ პროტესტი გრძელდება, მიუხედავად არაერთი შეზღუდვისა და მედია კანონმდებლობის უფრო გამძაფრებისა. ხედავთ, რომ მედია კვლავ აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად ასეთი რეპრესიებისა. მარიამ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით აბა თქვენი მოსაზრება, რას ფიქრობთ წინააღმდეგობის 1 წელზე და რა აჩვენა ამ 365 დღემ? ძალიან რთული წელი იყო, მაგრამ აჩვენა, რომ ჩვენი უკმაყოფილება არსად არ წასულა, ის კრიტიკულ მომენტებში იხულებდა ხოლმე და მკაფიოდ და ნათლად ამბობდა, რომ ხალხი არ ეთანხმება იმ კურსს, რომელიც შარშან კობახიძემ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომელიც არის არაკონსტიტუციური ბევრი ნიშნით, რომელიც საერთოდ უგულებელყოფს იმას, რომ კონსტიტუციურად ქონდა ქართულ ხალხს განსაზღვრული ის, რომ დასავლური კურსი არის მისი გააზრებული არჩევანი განვითარებისთვის, სოციალური თანასწორობისთვის, სამართლიანობისთვის. ამ კურსის ცვლილებას დიდი აღშფოთება მოჰყვა, შემდგომ იყო უპრეცედენტოდ ბოროტი დამოკიდებულება არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ხალხისადმი პოლიციური რეჟიმი, ბრუტალური ანგარიშწორება პირდაპირ ქუჩაში გვახსოვს, არც ახლა ვეთანხმებით და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ მათი გადატეხვა, ანუ პოლიტიკურად ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად ამისა, ჩვენ სხვა გამარჯვებები მოვიპოვეთ, რაც არის ასევე უპრეცედენტო, ხო? 1 წელია ვდგავართ, 1 წელია, რა ვიცი, წასწუდება მართლა, როგორც მარშის დროს ვამბობთ ხოლმე ჩვენი სიმართლე და არ ვიცი,
შეიძლება ძალიან დღეს ხვალ ვერ, მაგრამ აუცილებლად უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით. მადლობა მარიამ საჯაიას მოსაზრება მოისმინეთ. ბელა, თქვენს გვითხარით, აბა, რას ფიქრობთ წინააღმდეგობის ერთ წელზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. რა ფაზაში არის, რა ეტაპზე ვართ ახლა და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? მე მგონია, რომ ძალიან მრავალშრიანი პერიოდი გამოვიარეთ, რაღაცა იმედების ბრძოლის დაუძლეველი სურვილის და აი ეს ფრუსტრაციის პერიოდიც და გამოგლოვების პერიოდიც და ხელახლა ფეხზე დადგომის პერიოდიც თითქოს და ესე ჩავიარეთ, ხო, ეს ყველაფერი მე მგონია ამ წუთას რა ფაზაში ვართ და იმ ფაზაში ვართ, რომ მართლა ისე შეიძლება ჩანდეს, რომ მინავლებულია პროტესტი, მაგრამ მართლა მედგრად დგას ადამიანები თბილისშიც და რეგიონებშიც. ის რომ ამ დრომდე ჩვენ შევინარჩუნეთ პროტესტი, ის რომ საზოგადოება დღემდე არ ურიგდება იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ძალიან მყარად დგანან თავიანთ პოზიციაზე და ყველა ფრის მიუხედავად, რაც კი ამ ადამიანებმა ამ რეჟიმის პირობებში გადაიტანეს, ისინი არ წყვეტენ ბრძოლას არავითარ შემთხვევაში, ანუ ვერ შეძლეს მართლა ის რომ შეძლეს შეიძლება პროტესტის შესუსტება, მაგრამ ვერ შეძლეს პროტესტის წელში გადატეხვა, ხო? ანუ თითქოს რეჟიმი თავისთავადად უკვე რაღაცა ბზარებს ავლენს, ჩანს შიდა დაპირისპირებები, იქ რაღაცა კორუფციული სქემების გამოვლინებები, ერთმანეთის მიმართ მტრობა, არ ვიცი, ძალიან შესამჩნევია სინამდვილეში ეს საზოგადოებისთვის და ამის ფონზე ვერაფრით ვერ შეძლეს ის, რომ საზოგადოების ეს უზარმაზარი წინააღმდეგობა ისე დაესუსტებინათ, რომ გამქრალიყო ამ ადამიანების ხმა ამ ქვეყანაში. მადლობა ბელას უსმენთ თქვენ შანავას და მის მოსაზრებას, გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. ნონა მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით თქვენი სათქმელი, პროტესტის 1 წელი გავიდა უკვე და რა აჩვენა ამ ერთმა წელმა, თქვენი შეფასება როგორია? აჩვენა, მთავარი რაც აჩვენა არის ერთობა, წინააღმდეგობა და აჩვენა ის, რომ პროტესტი გრძელდება და ყველა რეპრესიული თუ ნებისმიერი ასე ვთქვათ მოგისი თქვა გინდოდათ? ერთი წუთი ჩამოყალიბდები. ყველა ის რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ცდილობს ჩვენი ხმის დახშობას, ვერ მოახერხებს ამის გაკეთებას და ჩვენ გავაგრძელებთ. კაცებია, მადლობა ნონა მირზოევას მოსაზრებას ისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით, რა აჩვენა პროტესტის ერთმა წელმა? როგორ ფიქრობთ და რა ფაზაშია ახლა ეს საპროტესტო ტალღა? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა პროტესტის 1 წლისთვის ამ გამძლეობისთვის, 1 წელმა გვაჩვენა გამძლეობა. რომ ისევ აქ ვდგავართ და არ ვეგუებით საქართველოს გარუსებას. და ამავე დროს სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, დაჭერილებს, ნაცემებს 150-მდე უკვე პოლიტპატიმარი გვყავს და არც ერთი სისხლისამართლის საქმე არ აღძრულა ამდენი ნაცემი ადამიანის მიერ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სასიკვდილოდ იქნენ განწირულებული. მაგრამ ამავე დროს ეს არის გამძლეობის 1 წელი, ღირსების 1 წელი, თავდადების 1 წელი და ამ ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ გავძლებთ იმდეხანს და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ მათ გამარჯვებულები არიან, სულაც არა, საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს 1 წლის თავზე,
მაგრამ ჩვენ არც ჩვენ გაგვიმარჯვია, მაგრამ ჩვენი გამარჯვება ის არის, რომ დღეს კიდე ამ ქვეყანაში არის პროტესტი, რომლებიც ვინც არ ეგუება დიქტატურას. ფაქტურად დიქტატურაში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, მაგრამ არ ვეგუებთ. ყველას ვერ დაგვიჭერენ და ვერ შეძლებენ ამას. არ ეყოფათ ციხეები და იცით როგორი რამ არის? მე ვამბობ, რომ ეს არის გამძლეობის პროტესტი და ჩვენ გავძლებთ. იმიტომ რომ დასაკარგი ბევრი გვაქვს და მათ ვერ გაძლებენ. მადლობა ჯუმბერ შაინიძის მოსაზრებას ისმენდით. თათია, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი პოზიციაც რომ დააფიქსიროთ, რას ფიქრობთ პროტესტის ერთმა წელმა წინააღმდეგობამ რა აჩვენა და როგორ ფიქრობთ, მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს სამომავლოდ, ქართულ ოცნებას მოუწევს თუ არა დათმობაზე წასვლა? ამ ერთმა წელმა აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ წასულა და ოღონდ ეს პროტესტი იმ გმირი ადამიანების ხარჯზე შენარჩუნდა, რომლებიც ახლა ციხეში არიან, ის სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები, ის ადამიანები, რომელთა ზურგზე გადაიარა ამ ყველაფერმა, ის 400-მდე ადამიანი, რომელსაც სახისძვლები დაულეწეს, მათ შორის მე არ ვფიქრობ, რომ სადმე ახლა პოლიტიკის რამე შემორჩა საერთოდ, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც სხვათა შორის ზუსტად ახალგაზრდას იცავდა, როდესაც მას ის გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს, თუმცა ის დააპატიმრეს იმის გამო, რომ თურმე მშვიდობიანად დავამხოთ ამ სიტყვათა წყობის გამო, პოლიტიკური განცხადების გამო და ამ დროს ვხედავთ, რომ ეს ყოფილი ქოცები, რომლებმაც მთელი ბიუჯეტი გაიტანეს, ისინი გარეთ არიან. ვხედავთ, რომ მათ შორის დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბათუმში პოლიციის შენობა გაიტანეს, სცემეს ადამიანები და არაფერი. ანუ ჩემი აზრით ადრე თუ გვიან ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება ის შედეგი, რომ ქართველი ხალხის ამ რუსულ რეჟიმად გადაქცევა წარმოუდგენელია. მე მჯერა, რომ იმ ადამიანების გამო არ გავჩერდება. აი მე რო ვფიქრობ, რომ მე არ ვიცი რაღაცნაირად როგორი ხერხით უნდა ვიბრძოლოს, მაგრამ ის ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე და რაც კი იქნება ჩემს ხელთ იარაღი ეს სიტყვა იქნება თუ მოქმედება თუ აქციაზე დგომა თუ ვინმეს გვერდში დგომა, ყველაფერი უნდა გამოვიყენო. ამიტომ მე როგორც ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, ბევრი არის ასეთი ჩემზე მაგრები, ვინც არასდროს არ გადჩერდებიან და საბოლოოდ აუცილებლად ყველა ერთად გავიბარჯვებთ. მადლობა თათია ნიკოლაიშვილის მოსაზრებას ისმენდით. ჯემალ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით წინააღმდეგობის ერთმა წელმა რა აჩვენა, რა გაქვთ თქვენ სათქმელი იმ პროტესტზე, რაც მიმდინარეობს უკვე 365 დღეა, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. სანამ ჩემ შემთხვევაში პირადად ჩემი ფიზიკურად არსებობის საფრთხე არ იქნება, მანამდე აქციაზე ვიქნები. სანამ ერთი ადამიანიც კი იდგება და უსამართლობას გააპროტესტებს, ვიქნები აქ. მე არ ვაპირებ თანებებას, იმედი მაქვს არც ხალხი აპირებს თანებებას, იმედი მაქვს ხალხის ხვდება და პრინციპში ესეც არის. სად ვართ, რა ხდება ქვეყანაში, რა დღეშია მდგომარეობა მთლიანობაში, ყველა მხრივ და ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ყოველთვის გავაგრძელოთ და არ დავნებდეთ, იმიტომ რომ მდინარეს მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე. მადლობა. ჯემალ კახიძის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. თუ შეგიძლიათ თქვენ კეთილი ზოგს არსურს მოსაზრების გამოთქმა, ჩვენ ხედავთ, რომ ბათუმში საპროტესტო აქცია კვლავაც გრძელდება და ადამიანები იკრიბებიან აქ ტრადიციული შეკრების ადგილზე, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება. ეთერ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა წინააღმდეგობის ერთმა წელმა რა აჩვენა ამ ქვეყანაში და მათ შორის მდგომარეობა, რაც გვაქვს, თუნდაც მედიის კუთხით, როგორ შეიძლება შეფასდეს? გვაქვს წელი, რომელიც გამორჩეული იყო ბრჭყალებში იმით, რომ აბსოლუტურად ყველაზე უარესი წელი იყო ჟურნალისტიკისთვის, რაც მე ჟურნალისტიკაში ვარ. 400 მეტი შემთხვევა იყო ჟურნალისტების დევნის, ფიზიკური ანგარიშწორების და ასე შემდეგ და არც ერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული. ზიამაღლობელი ციხეში ამოვიხსენებათ და სრულიად აბსურდული ბრალდებებით დაწინაურებულია პოლიციელი და სხვა პოლიციელებიც, რომლებიც ძალადობაში იყვნენ აქტიურად ჩართულები. ანუ ძალადობა არის ახალისებული
ეს რაღაცა ქართული კულტურა, რაღაცა ქართული წესები, რითაც ესენი თითქოს და საზოგადოებას ნატყუებენ და თქვათ, რომ აი ევროკავშირი რაღაც წართმევას გვიპირებს, ეს გათელილია აბსოლუტურად. ფეხქვეშარი გათელილი, უგულებელ ყოფილა არაფერი ქართული ამათ ქცევაში არის, ეს არის აბსოლუტურად რუსული ქცევა, ძალადობა, დაუნდობლობა, არაფრის არ ცნობა. კანონები მიიღეს ისეთი, რომელიც საერთოდ ყველაფერ ქართულს უარყოფს, სიტყვის რა გამოხატვის თავისუფლებას უარყოფს, მედიას უარყოფს, მედიას აუქმებს, ოპოზიციას კრძალავს, ანუ რა მივიღეთ, რა სად ვართ. თუ დავნებდებით, ვართ სადღაც ძალიან ცუდ ადგილას, როგორც ჩვენ, მედია, ჟურნალისტები, ჩვენ საერთოდ აღარ ვართ ამ მოცემულობაში, რასაც ესენი აპირებენ და ქვეყანას რა ელოდება ვერ იტყვი, რომ არავინ არ იცის, ყველაფერი ვიცით უკვე, მე მგონი არაფერი საიდუმლო აღარ არის, ყველაფერი გაცხადებულია სამწუხაროდ, დავშორდით ევროპას, დაიხურა ფურცელი საქართველოს შესახებ, როგორც ამბობენ ევროპელი ფუნქციონერები და ჩვენ დავრჩით მეგობრების გარეშე, რჩებით მეგობრების გარეშე. აი ეს ვითარება გვაქვს სამწუხაროდ. მადლობა. ეთერ თურაძის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში მედია მენეჯერის. მოგესალმებით, ქეთი, პირდაპირ ეთერში ვართ. პროტესტის 1 წელი არის, კვლავ აქ ადამიანები იკრიბებიან და ცხადია გრძელდება ეს პროტესტი, ვიდრე ეს შედეგი არ იქნება. რა აჩვენა ამ ერთმა წელმა თქვენი გადასახედით? ამ ერთმა წელმა აჩვენა ის, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად სოლიდარული ერი პირველ რიგში, იმიტომ რომ დავინახეთ ეს საოცარ სოლიდარობა ადამიანების ერთმანეთის მიმართ. აჩვენა ის, რომ არ ვაპირებთ შეგუებას და ჩვენი საბოლოო მიზანი არის გამარჯვება. ანუ ჩემი აზრით ეს არის ძალიან აშკარა, რომ 1 წლის განმავლობაში პროტესტი არ გაჩერებულა. იყო ხანდახან უფრო მცირერიცხოვანი, პერიოდულად უფრო მრავალრიცხოვანი, მაგრამ ფაქტია, რომ ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მიაღწევს თავის კულმინაციას. იმედი მაქვს, რომ ახლოს მომავალში. მადლობა. ქეთი ჯოჭვირის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ინდირა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოსაზრება პროტესტის 1 წლის თავზე, რა გაქვთ სათქმელი და რა აჩვენა განვლილმა 365 დღემ? ძალიან ბევრი რამ აჩვენა. დადებითიც და უარყოფითიც. მაგრამ ის რომ ყარად ვდგავართ, მაგრად ვდგავართ, მედგრად ვდგავართ და ვიცათ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, კარგ მომავალს, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის და ყველა იმ მოქალაქისთვის არ აქვს მნიშვნელობა აქციაზე გამოდის, არ გამოდის, დღეს რაღაცა პროპაგანდის სხერპლია, ზუსტ აი ყველა მე ვისთანაც შეხება მქონია ნამდვილად ვიტყვი რომ პროპაგანდის სხერპლი არიან და მინდა რომ გამოვიდნენ ამ პროპაგანდის სხერპლიდან და მე მათი გულისთვისაც ვიბრძვი, მათი ღირსეული მომავლისთვისაც ვიბრძვი და რა ვიცი, იმედია რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდება ევროპული ქვეყანა. მე მეტი არაფერი არ მაქვს საოცნებო და ესეთი სათქმელი ხალხისთვის. ეს ქვეყანა უნდა შედგეს როგორც ევროპული ქვეყანა და ყველამ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად. მადლობა. ინდირა ებრალიძის მოსაზრება მოისმინეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. ეს არის პროტესტის 1 წელი და თქვენ ხედავთ, რომ ამ დროის განმავლობაში არ წყდება საპროტესტო მოძრაობები, როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამ 1 წლის განმავლობაში მოვლენები ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება. საუბარი არის იმაზე, რომ ქართული ოცნება ყოველჯერზე ამკაცრებს კანონმდებლობას, ზღუდავს მედიას ყველანაირი ფორმით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ფაქტობრივად აკრძალა, კვლავ აგრძელებს რეპრესიული კანონების ამოქმედებას. პარალელურად კი ვხედავთ, რომ არაერთი მაღალჩინოსანი ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი კორუფციულ სქემებში არის ჩართული და ამის არაერთი მაგალითი ნახა საზოგადოებამ იხილა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა უწყების მინისტრები არიან ბრალდებულები კორუფციაში, დიდძალი თანხების მითვისებაში, გაფლანგვაში და რამდენიმე მათგანი დაკავებულია, რამდენიმე მათგანს ბრალი აქვს აყენებული და როგორც ანონსებიდან, წინასწარი განწყობებიდან
იქმნება შაბჭლება, ცხადია კვლავ გაგრძელდება ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილება, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს, ვინც არის ქუჩაში გამოსული, არ სჯერა ქართული ოცნების ამგვარი გადაწყვეტილებების და მათ ექმნებათ შრაბჭლება, რომ ასეთი დაკავებებით და თუნდაც კორუფციაში მხილებით ქართული ოცნება ვერ დააჯერებს საზოგადოებას იმაში, რომ ისინი კეთილსინდისიერ პოლიტიკას აწარმოებენ და საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ. 200-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული სხვადასხვა ფორმით, ისინი როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით იხდიან საშიშროებას, ზოგიერთი მათგანი ელოდება ბრალის წარდგენას და საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფებიან და მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა პროტესტი ჩვენ საზოგადოებაში კვლავაც გრძელდება, რადგან ვინც კი ქუჩაში გამოდის, ამბობს იმას, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება და მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული და ეს მოთხოვნები არის ის, რომ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს სამართლიან პირობებში, ასევე რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. მარიამ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი სათქმელი, თქვენი პროტესტი 1 წლის შემდგომ რა ფაზაშია და რა აჩვენა იმ განვლილმა 365 დღემ? იგივე არის 1 წლის შემდეგაც ჩემი და ჩვენი მოთხოვნები, ვინც აგვდგავართ, რომ გადადგეს ეს არალეგიტიმური მთავრობა და თავისუფლება პოლიტპატიმრებს. 1 წლის შემდეგაც ისე მტკიცედ გევართ, როგორც მაშინ ვიდექით და ვიდგებით მანამ სანამ საჭირო იქნება, ანუ გამარჯვებამდე. მადლობა, მარიამ დოლაბერძის მოსაზრება მოისმინეთ. ერთი სამოქალაქო აქტივისტის პროტესტის შესახებ და ამბობს იმას, რომ ქუჩაში გამოსული ადამიანები მანამ იქნებიან ქუჩაში, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, დაკმაყოფილებული და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს მოთხოვნები არის ის, რომ ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს სამართლიან გარემოში, ასევე რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობენ, არ აპირებენ უკან სახლში წასვლას და პროტესტი გაგრძელდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. ცხადია, ამ 1 წლის განმავლობაში აჭარა თაიმსი პერიოდულად უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა ქუჩაში გამოსული ადამიანების სათქმელს და ცხადია ასე გაგრძელდება მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, მათ შორის სამოქმედო არეალის შეზღუდვისა, ჩვენ კვლავ აგრძელებთ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას და ასე გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვექნება ჩვენ. იქ ვიქნებით, სადაც არის ხალხი, ვიქნებით მოვლენების შუაგულში და ამბებს კვლავაც გადავცემთ უწყვეტ რეჟიმში პირდაპირ ეთერში. მადლობა ნდობისთვის და დროებით, გემშვიდობებით, ჩვენ ცხადია მოვლენების განვითარების შესაბამისად კვლავ შემოგიერთებით პირდაპირ ეთერში. მადლობა, რომ გვიყურებთ და გვენდობით.